ბებო, მოდი ახლა ვისაუბროთ პაატა გვარუციძის ლექსების კრებულზე. ლექსები, რა ვიცი ახლა ვიტყვი ხოლმე რომ დედა რომ ვარ, ხომ არ ვაჭარბებთო, მაგრამ რა ვქნა, არის უნიკალური ნაშრომი ესეც. ეს ლექსების კრებული, რომელსაც თვითონ მე შეურჩიე სახელი, არის 360 გვერდიანი რა ეს ლექსების კრებული. არ ვიცი ახლა ვინც წაიკითხა, ვინც იყიდა, გაოცებული არიან, თავქვეშ უდევთ და აი კითხულობენ, გამგმებით არის ამოუწურავი ეს ლექსები. რაც შეეხება სათაურს, თეფსმონატრებული პოეტის ლექსები, ეს სათაური არ ქონა გადაწყვეტილი არაფრით და შემდეგ წავაწყდი იმის ლექსს და ბოლოს ასეთი არის კუპლეტი. ახლა არაფერი აღარ მენანება, აღარც ოცნებები თეთრად დაფერილი. თევი მენატრება, მეტი არაფერი და აქედან გამომდინარე მერე შევარჩიე ლექსის სათაური, თეფსმონატრებული პოეტის ლექსები. ნუ ახლა აქ არ არის მოცემული რომანში, მისი ფსევდონიმი იყო მუნჯი. მუნჯს უწოდებდა თავის თავს და ის მუნჯი არ იყო, მაგრამ ისეთი ვითარება, ამას აქვს მართლა გენიოსური, გენიოსად უწოდებ, მე ჩემთვის გენიოს უწოდებ. არის ისეთი საკითხები გადაწყვეტილი რაღაცა, რომელსაც ადამიანი ყველა ვერ გაუგებს. ადამიანი და ამიტომ ეს თავისთავად დაამუნჯა ასეთმა მდგომარეობამ. კარგი მტკნერსო, კარგი გამგონე უნდაო, ნათქვამია. ანუ თავის შინაგან სამყაროს ვერ ამჟღავნებდა სხვებთან, მაგიტომ იყო მისი ფსევდონიმი მუნჯი. თორემ ვერ გებულობდნენ რა ამის შემოქმედებას, რომ ჩაწვდე. მეც ახლა ხომ დედა ვარ და ეს მე ყველა ნაშრომს მოუყარე თავი, გავასწორე 1000-ჯერ, მაქენი რამდენჯერ წაკითხული, მაგრამ აი მეც თვითონ ამის გაშინა არსება თუ რამდენჯერმე არ წაიკითხე, ისე შეუძლებელია რომ მთლიანად ამოწურო აქ მოცემული თემები მის შემოქმედებაში. რაიმე ლექს ხომ ვერ წაგვიკითხავდით? ლექსი ახლა აქვს ამას მოცემული ისეთი ლექსები, რომ რა ვიცი და პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მას წამდა თავისი შემოქმედების უკვდავება. წამდა და ასეთი ლექსი აქვს ძველი ნუგეში. არ მიწერია მე დავიწყება. სიკვდილის შემდეგ ქართან ვიქროლებ. დამიწდეს გვამი თუ დამიწდება.